ორიოდე სიტყვით მინდა მიმოვიხილო ხერხემლის პათოლოგიის ეგრეთ წოდებული მკურნალობის ეს მეთოდი, რომელიც ჩემის აზრით არის დამაზიანებელი ხერხემლისათვის. რისთვის იყენებენ ვითომცდა ამ სახის მკურნალობას? პირველი, მალთაშუა დისკის თიაქრისას, მეორე, მალის დაცურებისას, მესამე, მალის ჩასწორება ან გასწორების მიზნით. რა შეიძლება ითქვას ამასთან დაკავშირებით? ჩემი მხრიდან მხოლოდ ნეგატივი, მეტი არაფერი. ხერხემლის თიაქრის დროს, როდესაც დაზიანებულია მალთაშუა დისკი და დისკის შიგთავსი გადმოედინება გარეთ, დააწვება ნერვს, ამ დროს ვითარდება ადგილობრივად ძლიერი ტკივილი და ანთებითი პროცესი. ხოლო ამ დროს ჩაქუჩით დარტყმით მალაზე ვითომცდა თიაქარს ჩაასწორებ ან დაცურებულ მალას ჩააბრუნებ თავის ადგილას, ეს არის სრული სიცრუე, სისულელე და ადამიანის ანატომია, ფიზიოლოგიის სრული უცოდინრობა. ზოგადად იცოდეთ, თიაქარს ვერავინ და ვერაფერი ვერ შეაბრუნებს უკან დისკში, რამე თუ მალთაშუა დისკში არის კოლოსალურად დიდი წნევა, დაახლოებით 20 ატმოსფერომდე. ხოლო რაც შეეხება იმ მდგომარეობას, როდესაც მალა არის დაცურებული, ვერანაირი საშუალებით თუ გით დარტყმით, ის არ დაბრუნდება მის ადგილას. მაგრამ სავსებით შესაძლებელია, რომ ჩაქუჩის დარტყმით გავტეხოთ მალის ძვლის სხეული, ამიტომაც გთხოვთ, ანდობთ თქვენს ჯანმრთელობას არაკვალიფიციურ ეგრეთ წოდებულ სპეციალისტებს.